ჩვენი ლექციის დროს ვახსენეთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც თქვით, რომ ამ ტერმინებს შემდგომში გავმარტავდით. ესე იგი, პირველი ტერმინი, რომელიც ვახსენეთ, ეს იყო პასტიში, რომელიც მომდინარეობს იტალიურიდან და ნიშნავს თავდაპირველად პაშტეტი ან კიდევ ღვეზელი და გადატანითი მნიშვნელობით ის ნიშნავს ჩახლართულ საქმეს. თავიდან პასტიში აღნიშნავს ხელოვნების ნიმუშს, ან კიდევ მუსიკალური ნაწარმოების ნაწილს, ან კიდევ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც შედგება სხვა ნაწარმოებების ფრაგმენტების შეჯერებიდან. ანუ, როდესაც ხდება სხვადასხვა, ანუ ვთქვათ, ლიტერატურულ ნაწარმოებში ხდება შეჯერება სხვა ნაწარმოებების ფრაგმენტების. დღესდღეობით ეს ტერმინი აღნიშნავს ხელოვნების ნიმუშს, განსაკუთრებით ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც რომელიმე პერიოდის ან კონკრეტულად ავტორის სტილის და თემების იმიტაციას ახდენს. ანუ ეს არის ისეთი ტიპის პასტიში, არის ისეთი ტიპის ლიტერატურული ძირითადად ნაწარმოები, რომელიც ახდენს ფაქტიურად იმიტირებას, ან თქვათ, რომელიმე ეპოქის, ეს შეიძლება იყოს რეალიზმი, ნატურალიზმის ეპოქა, ვთქვათ, განმანათლებლობის ეპოქა, ან კიდევ უბრალოდ რომელიმე კონკრეტულ მწერალს იღებს, მის სტილს, ასე ვთქვათ, ამუშავებს და ამ სტილის იმიტირებას ახდენს. ეხლა, მაგრამ მხოლოდ იმიტაციასთან მაინც არის განსხვავება და ვნახავთ რატომ. ეხლა, ამავე დროს ორიგინალი ფრაგმენტები ზოგჯერ ჩართული არის ტექსტში, ამგვარ ტექსტში, ანუ პასტიში, თავისი პირვანდელი მნიშვნელობით. ამგვარი სტილის იმიტაცია ზოგჯერ შეიძლება იყოს არა სპეციალურად გამიზნული, არამედ უნებლიე. მაგალითად, ავტორს, რომელიც ამგვარი ტიპის პასტიშს ქმნის, ამ ავტორზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, ვთქვათ, რომელიმე სხვა ავტორს უყვარს ეს ავტორი, ანუ ვთქვათ, ამ ავტორზე ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, სტილისტურ გავლენას განიცდის ამ ავტორის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი ავტორი მეორე ავტორის ამგვარი ტიპის გავლენას განიცდის, ეს არის, აქ საუბარი არის უნებლიე პასტიშზე, ანუ უნებლიედ, ასე ვთქვათ, და არა სპეციალურად გამიზნულ პასტიშზე. და ამ ტიპის პასტიში მაშინ ხდება ან კიდევ პლაგიატი შეიძლება გახდეს, ან კიდევ ეპიგონიზმი, ანუ მიმბაძველობა. ეხლა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ვხმარობთ ტერმინს პასტიში, უმეტეს შემთხვევაში ის აღნიშნავს ან გამიზნულად, ასე ვთქვათ, წარმოადგენს გამიზნულად გაკეთებულ, ანუ გამიზნულ სტილისტურ ვარჯიშს და რაც აგრეთვე დაკავშირებული არის ფაქტიურად ვირტუოზულ ტექნიკის ვირტუოზულ მფლობელობასთან. ანუ და ის იმდენად კარგად უნდა იცნობდეს, ვთქვათ, იმ ეპოქას, რომლის პასტიშსაც ქმნის, ან კიდევ იმ კონკრეტულ ავტორს, რომ ეს ძალიან დიდ ტექნიკურ, ასე ვთქვათ, ვირტუოზულობასთან არის დაკავშირებული. აგრეთვე პასტიშთან მიმართებაში კიდევ ვიტყოდით იმას, რომ არსებობს პასტიშის ორი ტიპი. და პირველი ტიპის პასტიში, ეს არის პასტიში, როდესაც ის ცხადად არის გამოხატული. და მაშინ ამგვარი ტიპის პასტიშის გამორჩევა ცოტა რთული ხდება პაროდიისგან. ანუ პაროდია, როდესაც ხდება რომელიმე, ვთქვათ, ლიტერატურული ნაწარმოების გაშარჟება, ხო, ანუ სხვადასხვა მიზნით, ასე ვთქვათ, პაროდირება. პასტიში ამ პაროდიისგან განსხვავდება კარიკატურული და პოლემიკური ხასიათის გამო. ანუ და
ასე ვთქვათ, ის ნაკლებად ემყარება სტილის ზუსტ იმიტაციას. და ზოგჯერ ამ პასტიშის ავტორები, ამ ტიპის პასტიშის ავტორები ტექსტებს, თავიანთ ტექსტებს, ანუ ამ თავის პასტიშებს თვლიან, ასე ვთქვათ, როგორც კრიტიკულ ნაწარმოებად. ანუ ფაქტიურად ლიტერატურული კრიტიკის რეალობაში განხორციელებად მიაჩნიათ და ან კიდევ უბრალოდ სტილის სავარჯიშოდ. მაგალითად, ამგვარ პასტიშს იყენებს პრუსტი თავის პასტიშ მელანჟში. ანუ ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, რომელიც შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც ამგვარი ტიპის პასტიშს მიმართავს, ეს არის პრუსტი. ეხლა რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ანუ მეორე შემთხვევაში პასტიშს უნდა რომ ორიგინალ ტექსტად გაასაღოს თავი. ანუ მისი მიზანი თუ პირველ შემთხვევაში არის გაცხადებული, როგორც უკვე ვთქვით, აშკარად გამოხატული, ანუ ავტორი არ ფარავს თავის მიზნებს, ამ შემთხვევაში არ ფარავს რომ პირველ შემთხვევაში რომ ეს არის პასტიში, ეს ტექსტი არ არის ორიგინალი ტექსტი და წარმოადგენს პასტიშს. ამ მეორე შემთხვევაში ამ ავტორს უნდა რომ ეს ტექსტი გაასახოს ორიგინალ ტექსტად, ანუ ვიღაც სხვის ორიგინალ ტექსტად. და ასეთ შემთხვევაში ის ლიტერატურული მისტიფიკაციის ფორმას იღებს და ასე მოხდა მაგალითად რემბოსთან მიმართებაში, როდესაც გამოქვეყნდა რემბოს ვითომ და ასე ვთქვათ გამოუქვეყნებელი ტექსტი და ეს იყო აბსოლუტურად ყალბი ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდება 1959 წელს, ანუ რამდენი ხნით ქვია, ხო და ითვლებოდა რომ მის ავტორს სურდა ეჩვენებინა რომ ეს იყო რემბოს აქამდე უცნობი ტექსტი და სინამდვილეში კიდევ შექმნილი იყო როგორც პასტიში, ანუ სინამდვილეში ეს ტექსტი არ იყო ორიგინალი. და ამ ტექსტის სათაური არის La chasse spirituelle, ანუ რომელიც შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც სულიერი ნადირობა, ან კიდევ სულიერი დევნა. რაც შეეხება ახლა ამგვარი მეორე ტიპის პასტიშს, მისი მიზანი არის პოლემიკური. ანუ მიზანი არ არის ერთგვაროვანი და მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო არ არის გამოწვეული ამ ტიპის პასტიშის შექმნა. ანუ ერთის მხრივ შესაძლოა რომ ამ ავტორს, რომელიც ამ ტიპის პასტიშს ქმნის, მას უნდა რომ გააკრიტიკოს თვითონ ავტორი და ან კიდევ როგორც აი ამ რემბოს ტექსტთან მიმართებაში მოხდა, პირიქით ავტორს უნდა რომ თქვათ იმ რემბოსთან, ან თქვათ იმ კონკრეტულ ავტორთან დაკავშირებული კრიტიკა თუ კრიტიკული მიდგომა გააქარტყლოს და შესაბამისად ქმნის ის ახალ ტექსტს, რომელსაც ასახებს იმ ცნობილი ავტორის ტექსტად. ეხლა ჩვენ კიდევ ვიხმარეთ მეორე ტერმინოლოგია, მეორე ტერმინი შეგვხვდა, ეს არის le jeu, ანუ ასე ვთქვათ, ჭყალებში თამაში, თამაშს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დაკავშირებული ძირითადად ბიბლიური და ანუ მსახიობის თამაშთან და ბიბლიური და რელიგიური სიუჟეტების თეატრალურ წარმოდგენებთან შუა საუკუნეების პერიოდში, შუა საუკუნეებში. და ყველაზე ადრინდელი ამგვარი ტიპის წარმოდგენები მდგომარეობდა ბიბლიური სიუჟეტებიდან, ასე ვთქვათ, ბიბლიური ცნობილი სცენების ადაპტაციაში, ანუ იღებდნენ ბიბლიური ცნობილ სიუჟეტს და შემდეგ ხდებოდა ამ სიუჟეტების თეატრალური დადგმა. შემდეგ, ანუ უკვე ცოტა შუა საუკუნეების ოდნავ მომდევნო პერიოდში უკვე ხდება ბიბლიური მოტივების მიხედვით პიესების დაწერა, რომლებიც უკვე მხოლოდ ბიბლიურ ხასიათს არ ატარებს, არამედ მორალურ ხასიათს ატარებს ამგვარი პიესები და უკვე გადავიდა ფაქტიურად ამგვარი პიესები გადადის უკვე პროფანულ სფეროში, ანუ სცილდება მხოლოდ რელიგიურს და ამგვარი პიესები უკვე იდგმება სხვადასხვა ქალაქებში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ საფრანგეთში იდგმება ამგვარი წარმოდგენები. და რაც შეეხება კიდევ ერთ ტერმინს, რომელიც გვინდოდა აქვე გაგვემართა,
ეს არის ციტატა. ანუ ციტატა ნიშნავს ტექსტის ან ტექსტის ფრაგმენტის ლიტერატურული ტექსტი შეიძლება იყოს ან არ იყოს ლიტერატურული ტექსტი მეტნაკლებად ზუსტ წარმოჩენას. ანუ ციტატა იცვლის ასევე მნიშვნელობას, ანუ სტაბილური მნიშვნელობა არ აქვს ციტატას და ის იცვლის მნიშვნელობას გარემოებების და მიხედვით. და კიდევ ვთქვათ ზოგადად რაც შეგვიძლია ვთქვა რომ სოფლიო ლიტერატურა შეიძლება მაგალითად გააზრებული იყოს როგორც ერთი დიდი ციტირებადი პროცესის ნაყოფი. ამ შემთხვევაში საუბარი იქნება ინტერტექსტუალობაზე და ამას უკვე შემდეგში განვარტავთ. ეხლა კიდევ ერთი ტერმინი რომელიც ჩვენ ვახსენეთ და შეგვხვდა ჩვენი ამ ლექციის დროს ეს არის ფრაგმენტი ანუ ლათინურიდან მომდინარეობს ფრაგმენტუმ და ნიშნავს პრიზე ანუ გატეხვას. ნაშრომის ან ნაწარმოების ეს არის ფრაგმენტი, ეს არის ნაშრომის ან ნაწარმოების ნაწილი, რომელიც ვთქვათ დაუმთავრებელი დარჩა, ან არ შემოინახა მთლიანად, ან ავტორი გარდაიცვალა და ვთქვათ როგორც მაგალითად პასკალის აზრები და ან კიდევ პირადი მიზეზის გამო უბრალოდ ავტორმა გადაწყვიტა რომ აღარ გაეგრძელებინა თავისი ნაშრომი და შესაბამისად შემონახული არის ამ ნაშრომის მხოლოდ ნაწილი, ფრაგმენტი. მეორე მნიშვნელობას რაც შეეხება, ანუ ეს არის ფრაგმენტის ერთი მნიშვნელობა. მეორე მნიშვნელობას რაც შეეხება, ის აღნიშნავს ლაკონურად ან არასისტემურად წარმოჩენილ ფილოსოფიურ ან ლიტერატურულ მოსაზრებას. ანუ ფილოსოფიური ან ლიტერატურული მოსაზრება, რომელიც ლაკონურად, ანუ მოკლედ არის წარმოჩენილი, ან კიდევ ასე ვთქვათ, არასისტემურად. და ფრაგმენტთან დაკავშირებით უბრალოდ ვიტყოდით, რომ ფრაგმენტს საკმაოდ იყენებს გერმანული რომანტიზმი და რატომ? იმიტომ რომ ფაქტიურად იმ პერიოდში თუ გვახსოვს რომანტიზმის მახასიათებლები, ანუ ადამიანი, რომელიც ხდება ქაოტური, ასე ვთქვათ, სამყაროს წინაშე, კომპლექსური, რთული ქაოტური სამყაროს წინაშე, წერალი გრძნობს, რომ მას არ შეუძლია თითქოს კოჰერენტული, ანუ თანმიმდევრული ტექსტის შექმნა, ანუ ამ შემთხვევაში ეს კოჰერენტული, ანუ თანმიმდევრული უპირისპირდება ფრაგმენტს, ხო, რომელიც არასრულყოფილს ნიშნავს. როდესაც თანმიმდევრული ტექსტი ეს არის სრულყოფილი ტექსტი. ანუ აი ამ ქაოტური სამყაროს წინაშე მდგარი მწერალი უბრალოდ გრძნობს, რომ მას არ შეუძლია რაღაც თანმიმდევრული ლოგიკური ტექსტი შექმნას, ლოგიკური ნაწარმოების შექმნას და ამავე დროს ის ტექსტი, ხო, ამ ტექსტის ფრაგმენტულობა, ეს ტექსტი, რომელსაც ეს წერალი ქმნის, დანაწევრებული რეალობის ანარეკლია. ანუ მწერალს მიაჩნია, რომ სწორედ რეალობა, რომელიც ამგვარად ქაოტურია, დანაწევრებულია, სწორედ მის ანარეკლს წარმოადგენს ამ მის შექმნილი ტექსტის ფრაგმენტულობა. და ფაქტიურად ფრაგმენტი აგრეთვე უკავშირდება პოეზიის ისეთ გაგებას, რომელიც მუდამ დაუსრულებელი რჩება, ანუ დასრულებულ სახეს ვერ იღებს. და რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, თანამედროვე ეპოქაში ფრაგმენტი გადმოსცემს ყველაფრის დაკარგვის, გარდაუვალობის ცნობიერებას, ანუ რომ ყველაფერი გარდაუვალია, რომ ყველაფერი ფაქტიურად ატარებს, ანუ ყველაფერი წარმავალია და ამავე დროს ის გადმოსცემს ფრაგმენტი, გადმოსცემს სუბიექტის დანაწევრებულ ბუნებას. ანუ ეს სწორედ ამიტომაც არის, რომ პოსტმოდერნიზმი იყენებს ფრაგმენტს და ყველა იმას, რაც ჩვენ დავასახელეთ. ანუ ის გადმოსცემს ამავე დროს თვითონ სუბიექტის, ანუ ადამიანის დანაწევრებულ ბუნებას. ანუ ადამიანის ბუნება აღარ არის გაგებული როგორც რაღაც ერთი მთლიანი, არამედ ამ დანაწევრებული სამყაროს წინაშე თვითონ ადამიანიც თქოს დანაწევრებულია. და ფრაგმენტი გადმოსცემს ფაქტიურად მთლიანობასთან კავშირის არარსებობას, ანუ კავშირის გაწყვეტას სისრულესთან, მთლიანობასთან.
და შემდეგ ლექციაზე გავაგრძელებთ შემდეგ ტერმინოლოგიას.